მომბრძანდით, დათაბატონო. ჩაიცი ერთ პეტრაზე გონია დავსდე მინდა. აქეთ დაბრძანდი. შემოწმინდეს, დათაბატონო, შემოწმინდეს, მამაკიე. გაჭირვება მაჯობა. ნუ დაიდებ ჩემი ცოლშვილის ცოდვას, ნუ მომკლავ. ყველაფერს გეტყვი. ნუ მომკლავ და ჩემს ერთგული არ გეყოლება ქვეყანაზე კაცი. ერთგულება რომ შეგიძლია ვხედავ მაგას მე. სადექი ახლა. შენს მოსაკლავად არ მოვსულა. მაგრამ ისთვის მოხვედი დათაბატონო. რას გპირდებიან ამ საქმეში გონია? სისკვილი მიყიდებს. ქოფაკი მომწეს. 15 მანეთს მაძლევენ თვეში და გაასრული. 5000 მანეთს მომცემდნენ კიდევ რომ მომეკალი მაშინ. აბა გაიზარალი მოხსულია ჩვენს და იმათაც. კაცი თუ მოგიკლავს როდისმე? არა დათაბატონო. ეხლა მასწავლეს სროლა. ამ საქმისთვის მაზრაში. რომ არ გაგიკეთებია და არც იცი რა ისეთ საქმეზე რა მოგაგიდებია ხელი შეგაც. გაჭირვება და უბედურება დათაბატონო, გაჭირვება. შარშა ზამთარში სახადი იყო. 2 მიცვალებული გავიტანე ოჯახიდან, 2 მიცვალებული. წელიწადი გადის აღერდა, ქვარომ ქვარის არ გამიდვია სამლავზე ჯერ. ჩემს იმიდი და მოსავალი 2 თვეს ყოფნის ჩემს ოჯახს. 4 შვილი მყავს. გოგოებია 4-ვე და მაგათი გაზრდა თუ მოხერხდა ვინც აიყვანს უმჭიდვა. შენამ ხალხებს უყავს ალბათ შემოვიდნენ უხერხული. გელიც მისი ლეკვების შიმშილს გამოყავს შევარს. შეერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არა, ვინმე შევჭამო. იმასაც ფიქრობს მგელი, ისეთი შევჭამო რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჯამოს. მაგრამ მეტი ფიქრი არის მგელმა. ადირია და იმით. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი მაინც უნდა კონდეს. ისეთი შევჭამო რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. შენ რომ ხარ მისთანაკაცის გახარებისთვის არ ღირდეს იქნება მე რო ვარ მისთანაკაცის მოკვლა გონია. და თუ გიფიქრი ამაზე? კი, მიფიქრი. წისქვილი იმისთან ადგილია ფიქრობს კაცი სულ. რას არ ფიქრობს კაცი? მერე? ამ საქმეს ასეთნაირად უნდა შეხედოს კაცმა დათაბატონო. შენ რომ გინდა და ჭირია. ყველაფერი გაქვს უკვე და აღარაფერი აღარ გინდა. აღარ გჭირდებაც. რაც მე მინდა და ჭირია. აღარაფერი არ მაგვჯერ. შენ ყველა გულის ნადები ასრულებული გაქვს. შენი ასე მგონია მე თუ არა კიდევ რომ გინდოდეს რაიმე სიმდიდრე სახელიან პატივისცემა. ადულად აისრულებდი იმასაც. ჩემს გოგოებს პატარ-პატარა საყალე მიწები და ცოტა ოდენი ფული თუ არ წაყვამს სიდებში, ვინც აიყვანს ისე? ჩემი ზაბუნიასნაირ გავს ამ სამურზაყანოში მეორეს ვერ ნახავდა ადამიანის თვალი, მაგრამ ბოდიში და ზუკნა ძაღლს დაამსგავსა დარდმა და შიმშილმა. ასე მგონია მე, რომ ჩემისთანა კაცის გაჭირვებას თუ ეშველება რამე, შენისთანა კაცის სიკვდილი დათაბატონო. ქვეყანაზე ჭკვიან კაცის სახელი გაქვს შენ. იცი მოკლავს ბოლოს და ბოლოს ვიღაც მამაძაღლი და
დიდარს და ბედნიერს თუ ერგო ის ფული ღმერთი და სამართალი არ იქნება მაშინ. შენ რომ მკითხოს კაცმა ბონია ღორიშვილო. ხლახა და ბოროტი კაცია და თათუთაშხია თუ არა მოვიტოდა შენსას. შენი გოგოების შემხედავს გული აუჩუყდებოდა და გეტყოდა ათოფი. მესროლე და მზითები გაუწვე შენ ანგელოზებს. აგერ გაგვს და მესროლე. თუ იმის გეშინია რომ სროლას დაგასწრებ შეგაქცევ ზურგს და მერე მესროლე. მე სხვას ფიქრობ დათა ბატონო. რას? ამ ხანაგები ყავს გარეთ. მოსისხლე კი არ ვარ შენი რომ ოღონდ მოკლა და მერე ყველაფერი სულ ერთი იყოს ჩემთვის. ცოცხალს მჭირია ფული მე. რომ გესროლო მერე ცოცხალს დამტოვებენ ისინი. ჩემ სიკვდილზე მე რომ მიფიქრია შენ არ გიფიქრია იმდენი. ვერ მომკლავს ვერავინ და ვერ აიღებს იმ ფულს ისე ხალხმა რომ ვერ გაიგოს ვინქნა და რა ფულად ქნა ეს საქმე. შენ რომ გეშინია ის ბედისწერა და სიკვდილი ახლა იქნება თუ მერე მოგიწევს მაინც. თუ ასაწევი. ფულ შენ ოჯახში აბარებენ და რა გინდა მე? მე თუ ცოცხალი აღარ ვიქენი, ჩემი გოგოების ბზითები და შენთვის გინდა ის ფული გოგოები არაფერ შუაშია. მაგრამ იმდენი ხარბი ვერ ხარ ქონების გულისთვის ნამდვილ ხიფათში ჩაიგდოთ რა. გინდა შენ ფული შოვნა. მაგრამ რა გაკლია თუ ის? არა ხიფათის სიყვარულს არ მამო. არ გაგვზდა არც უნდა გქონდა შენი ჯიშის კაც, მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი რომ მისი გულისთვის ხიფათში ჩავარდნის არ გეშინოდეს. არც ეს გავს. და კიდევ შენ რომ გიყურებ ბონია. არც შენი მიცოლებულების სიყვარული გაქვს. არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი ძუკნა ძახს რომ დაამსგავსე თუ არა კაცის ყლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცოლებულების სამარაზე ქვის დადებას. როცა სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ. მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია ბონია. შენ თუ გიყვარს რამე დათა ბატონო. სიყვარული თუ გაქვს. მივდივარ მე. შენ ხუთი მარები არ მაქვს მოგადგება სახარჯოთ. რატომ წუხდები დათა ბატონო? რაში მომეცი ეს ხუთი მანეთი დათათუდაშკია. რაში არ მინდა ფული. წაიღე უკან და ისე გეტყვი იმ კაცების სახელს ვინც დამავალა შენი მოკლა. სოწყნარად ბონია. მარტო მაგიტომ არ მომიცია. ჩაიხედა შეკ. დათათუდაშკია. მოგეკალი ბარებ და ისე წასულიყავი. ნუ ლაპარაკობ სისულელებს, მოსაკლავიც რომ იყო არ მოკლავდი მაინც. იფიქრე. განგებამ ფიქრისთვის გააჩინა ადამიანი. შვიდობით იყარ ბონია. დათა ბატონო, მოიცადე ერთ წუთს, საქმელი მაქვს რაღაც. ვინ მელაპარაკებოდა ქუთაისში და ვინ დამითანხმა ამ საქმეზე თუ იცი? ვინ? ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსიც იქ იყო, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს. მამიდაშვილი მელაპარაკებოდა, შენი მუშნი ზარანდია. სხვა გვარი მითხრა. ესა და ეს კაცი ვარო ეგონა, არ ვიცოდი ვინც იყო. მისი პოლკოვნიკობაც ვიცოდი და პეტერბურგში რომ დიდზე დიდი კაცი არის, ისიც. მუშნი მაკიდია ეს წისქვილი შარუხიასაკ. როდის იყო ეს? ივნისის თვეში. მართავს ლაპარაკობს. ძალიან ვერაგი კაცი არის მუშნი ზარანდია. დათა ბატონო. დიდი სიფრთხილე გმართებს. მუშნი არ მდევნის მე. ისი უფროსები მდევნიან და თანამდებობა აქვს მუშნის ისეთი რომ იძულებულია მათი ბრძანება შეასრულოს. მუშნი ჭკვიანი კაცია, დიდი კაცია. მისთან 2-3 ყავთ, მაგათ მეტი არ ყავთ, იცოდე ეს? სიფრთხილე არ მაკლია მე. სიკვდილმა თუ მიწია,
აუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება. განგების ბრალი იქნება ის.